გამარჯობა. Long time no see. ჩემი YouTube კომენტარი მინდა წაგიკითხოთ. Piso. იმაზე არ გიფიქრე, რომ რელიგიები და ბიბლია მასონების დაწერილია? იმისთვის, რომ დაყონ მოსახლეობა და მერე აჩხუბონ. ვიცი, რომ ეკლესიაში დადიხარ და ცდილობ სწორად იცხოვრო და აღარ გავაგრძელებ მაგიტო. ანუ, თუ მე ვცდილობ რომ სწორად ვიცხოვრო, რატო აღარ გავაგრძელებ? ანუ, what's the scary part here? დავიწყებ იქიდან, რომ ფისოთი რო იწყებ კომენტარს. აი, საერთოდ სურვილი გამიქრა რომ ეპასუხა, მაგრამ რადგანაც ახსენე კიდევაც რომ ვცდილობ რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო, ამიტომ მორალურ high ground-ს მივუყვეთ და ვილაპარაკოთ, არა პრობლემა. მიაუ. ასევე, აი ძალიან ისეთი კომენტარია რა, რომ ბევრს აქვს მსგავსი აზრი საქართველოში ამ ჩვენს ქრისტიანულ ქვეყანაში, ძალიან ბევრს აქვს იგივე აზრი, რომ აი რელიგია რაღაცა მასების სამართავად არის, ვიღაცებმა გამოიგონეს, ადამიანებმა გამოიგონეს იმისთვის, რომ ემართათ დანარჩენი ადამიანები. და პატარა რო ვიყავი, სადღაც 18-19 წლის ეკლესია რო დავტოვე, ანუ მანამდე დავდიოდი ძალიან ხშირად და მე დავტოვე რა, იმიტომ რომ რაღაც კითხვები მქონდა და ვერ გავის პასუხი და მოკლედ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო რა, ანუ ვხედავდი ამას და ორ ურთიერთსაპირისპირო რაღაცას რომ ანუ რელიგიაც ნამდვილია, საჭირო და მართალი და თან მასების სამართავადაც არის გამოყენებული, ამ ორს თითქოს რაღაცნაირად ვერ ვაერთებდი ერთად. და რაც შეეხება მასონებს, ანუ მასონები მაშინ არ იყვნენ, მაგრამ ოკეი. თუმცა ვფიქრობდი, რომ ხო, ვიღაცებმა გამოიგონეს უეჭველი და ადამიანების სამართავად არის. Anyways, ვიღაცების მიერ ნამდვილისა და მართალის არასწორად გამოყენება ამ ნამდვილსა და მართალს აუქმებს და აღარ ქმნის ნამდვილი ვეღარ არის? მაგალითად, სასამართლო სისტემა. თუ ვიღაცამ თავის თანამდებობა ბრუტად გამოიყენა, ან სასამართლო სისტემას რაღაცა მხრივ წყალი შეუყენა, ამიტომ სასამართლო სისტემა გადავაგდოთ, არასწორია და ცუდია და აღარ გვინდა კანონები? Where is the logic there? რა თქმა უნდა, რომ უამრავი ურწმუნო მართველი თუ კლანი არსებობს, რომელიც რელიგიებს საზოგადოების სამართავად იყენებენ, მაგრამ ეს რელიგიას წყალს არ უყენებს. ანუ რელიგიის ნამდვილობასა და საჭიროებას ეგ არ აბათილებს. მოკლედ ადრე მართლა მეგონა, რომ ხალხის სამართავად და საზოგადოების დასათრგუნად იყო რელიგიები გამოყენებული. ეხლა კი გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს არის საკმაოდ პრიმიტიული პერსპექტივა. საყვარელ პასკალს აქვს ნათქვამი, რომ თუ გინდა ღმერთი აღმოაჩინო, თუ იპოვო, ან ძალიან უნდა მიაზუმო ჩვენ სამყაროში, ან ძალიან უნდა გამოაზუმო, ანუ შუაში ვერ ხედავ. მაგრამ როგორც კი ძალიან მიაზუმებ, ან ძალიან გამოუზუმებ, იქ უფრო ჩანს. ეს რა თქმა უნდა პერეფრაზირებაა პასკალს უფრო მაღალფარდოვნად აქვს ნათქვამი, მაგრამ anyways, he has a point. ანუ ეს პერსპექტივა, რომ რელიგიების საზოგადოების სამართავად არის გამოყენებული, არის ძალიან ზედაპირული პერსპექტივა და საკმარისი კითხვები არ აქვს დასმული. ანუ საკმარისი რატომ არ აქვს დასმული და როგორ? აი რა მექანიზმია, რითიც ახერხებენ ჩვენს მართვას? რატო შეუვლიათ რელიგიით ესე ძალიან ადამიანის მართვა? იმიტომ ხო არა, რომ ადამიანში ყველაში არის ჩადებული ის ღმერთის ძიების დრაივი და თაყვანისცემის სურვილი. ან ის, რომ აი მეც ვფიქრობდი ამას ადრე, რომ ადამიანები მეთქი მიდიან ეკლესიაში, იქ მათ თავს დამნაშავედ აგრძნობინებენ და მერე აკეთებინებენ იმას და ისე, როგორც მათ უნდათ რა, ანუ გულისხმობდი სასულიერო პირებს. აქაც კითხვა უნდა დავსვათ რანაირად აგრძნობინებ თავს დამნაშავედ ვინმეს, თუ ის დამნაშავედ თავს არ გრძნობს. აქაც უნდა დავსვათ კითხვა რატო გგონია ადამიანებს თავი დამნაშავე? ანუ რატო აქვს ეს შეგრძნება, ეს სიმძიმის შეგრძნება საიდან მოდის? იმიტომ ხო არა რომ ცოდვილები ვართ. იმიტომ ხო არა რომ ბიბლია მართალია, just saying. უბრალოდ გთავაზობთ ამ კითხვას. რო დაგაბრალონ რაღაცა, ან რო გაგრძნობინონ თავი დამნაშავედ, გაბრაზდები, რომ რატომ აგრძნობინებ დამნაშავედ თავს, მე არა ვარ დამნაშავე. ხო და დავსვათ კითხვა, რა მექანიზმია, რითიც ვიღაცა მიმართავს ჩვენს ცუდად ყოფნას სადმე, არასწორად. დავუშვათ არის ვიღაცა მოძღვარი, რომელიც ცდილობს ხალხის დათრგუნვას, თავისი მრევლის დათრგუნვას და მერე მათი შემოწირულობებით გულაობას. ანუ ესეთები ხო არიან? ხო ვიცით ესეთები გვინახავს. ის კი არ უნდა ვფიქროთ, რომ ხო რელიგია იმისთვის არის, რომ ახლა მაგან იგულაოს ამ ხალხის შემოწირულობებზე. ის კითხვა უნდა დავსვათ, რომ ამას როგორ ახერხებს, ანუ რა მექანიზმია ადამიანში ჩადებული, რომ ეგ შეიძლება.
მე აქ რაღაცა ზოგად დამნაშავების შეგრძნებაზე ვიძახი და ვაკონკრეტებ და არა რამე კონკრეტულ ცოდვაზე ან ცოდვებზე. ზოგადად, აკუმულირდება და ბევრი ერთად რო გვაქვს, ეგ გვაძლევს მთლიანობაში სიმძიმის შეგრძნებას. სწორად მიმართული რელიგია პირიქით ათავისუფლებს, იმისთვის არის, რომ სულის თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება მოიპოვოს ადამიანმა. ღმერთი ათავისუფლებს არ თრგუნავს. თუ ვინმე თრგუნავს, ეგ ღმერთისგან არ არის. აქვე უნდა გავიხსენო, არსებობს ესეთი ცნება რელიგიური სული, ინგლისურად religious spirit. და გულისხმობს იმას, რომ როცა შენი რელიგია, რელიგიურობის იმ დამახინჯებულ არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ გზას, როცა თავად შენი რელიგიურობა ხდება შენი ღმერთი და არა ღმერთი. რელიგიური სულის მაგალითები იყვნენ ის მწიგნობრები და მაშინდელი სასულიერო პირები, რომლებიც ქრისტეს ჩაუსაფრდნენ უქმე შაბათს, აბა განკურნავდა თუ არა და დაარღვევდა თუ არა მაშინდელ რელიგიურ წესს ქრისტე. რომ მერე ნიშანი მოეგოთ. და რა უთხრა ქრისტემ? შაბათს ღმერთის დღეს რისი გაკეთება შეიძლებაო, ბოროტისო თუ სიკეთისო? და განკურნა მაინც. თუ რელიგიურობა გამოდის არასიყვარულიდან, არამედ განკითხვიდან, ესე იგი არასწორი რელიგიურობაა. ასევე შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ რას ნიშნავს რელიგია გჭირდება სულისთვის, ან რაში გჭირდება? ეხლავე გეტყვით, რამდენიმე ასპექტი არის, რაც აუცილებლად უნდა ვახსენო. ერთი ის, რომ რო არა რელიგია, ერთ კონკრეტულ ჭეშმარიტებაზე ვერ თანხმდებით ადამიანები. თუ იძახი, რომ ქრისტე ღმერთი არის, მე იქ უკვე მოყვება რაღაცები, ხო? ერთი ჭეშმარიტება გაქვს და მე მოყვება რაღაცა სხვა, აქედან ჩამომავალი ჭეშმარიტება. და თუ გინდა რომ ამას ემსახურო, კონკრეტული წესები არსებობს, კონკრეტული გზა არსებობს რაღაცები, რა გზითაც იქით მიდიხარ. და შენ თუ იძახი რომ მე არ მჯერა, კაცო, არც ბიბლიის არ მჯერა, რელიგია მე არ მინდა, თუ იძახი, შესაბამისად არ გინდა, ესე იგი, ის კონკრეტული მორალები, რაც ამ რელიგიას მოყვება. და შენი ინტერპრეტაცია გაქვს რა რელიგიის. ესე იგი, ნებისმიერ მორალში შენი აზრებით ხარ წარმოდგენილი. ჭეშმარიტებაზე შენი აზრები გაქვს, შენი წარმოდგენები გაქვს და სადღაც ძიხარ რა, ეს წარმოიდგინე ხა მასებში რა ხდება. არაფერი აღარ გამოდის, ქაოსი გამოდის, იმიტომ რომ ზვიადი იტყვის, რომ მისი აზრით ქრისტე ესე ფიქრობს, მალვინა იტყვის, რომ მისი აზრით ქრისტე ესე ფიქრობს, ნოდარი იტყვის, რომ მისი აზრით ქრისტე ესე ფიქრობს და რა გამოდის, სად ვდგავართ საერთოდ, ღმერთი როგორია? რელიგია საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცა სტრუქტურა არსებობდეს, რითიც გავიგებთ, ჭეშმარიტება რა არის და იმისკენ როგორ ვიაროთ. თუ ჩემთვის ბიბლია არ არის ავტორიტეტი და რელიგია არ არის პრაქტიკა, რანაირად შეიძლება რომ ვიყო ქრისტიანი, რის იმძამს. და მეორე და ყველაზე მთავარი არის, რომ ვაიმე, კողო იყო. და თუ ბიბლია არ არის შენთვის ავტორიტეტი, მაშინ რა იცი საერთოდ ქრისტემ რაზე ელაპარაკავ, ვინ იყო? ვინ არის საერთოდ შენთვის ქრისტიანი? რანაირად ხარ ქრისტიანი? ამაზე მართლა არ ვიცი, ვერ ვიგებ რა, საძის შენი ქრისტიანობა მაგ შემთხვევაში. და მესამე თუ მეორე რა ვიცი, რომელიც არის, ზიარება. თავად ქრისტე იძახის, თუ ბიბლიას მაინც უსმენ, თუ რელიგიას არა, რომ უნდა ეზიარო, მისი სისხლი და ხორცით უნდა ეზიარო. ამას გეუბნება თავად. და ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? საჭიროა ამისთვის გულწრფელი მონანიება, აღსარება და მერე ზიარება. ვინ უნდა გაზიაროს? რა ხდება? უნდა გაზიაროს მოციქულების დროიდან ხელდასხმულმა მოძღვარმა. თუ ქრისტიანად მიგაჩნია თავი, კი საჭიროა რომ ეზიარო, ხო? მაგაზე დიდი საჩქარი არ არსებობს და ამაზე იძახი უარს. და იძახი რომ ქრისტიანი ხარ. უცნაურია მინიმუმ. ოღონდ ძალიან გთხოვთ, არავინ იფიქროს რომ განვიკითხავ ვინმეს, ვინც არ დადის ეკლესიაში, 10 წელი აგნოსტიკი ვიყავი, არავის არ განვიკითხავ, ძალიან კარგად მესმის აგნოსტიკებისაც და ბევრჯერ მithქვამს, რომ ისეთი აგნოსტიკი ვიყავი, რომ ქრისტიანებს დავცინოდი, სულელები მეგონენ, მსხვერპლები და იმათ რა ქვია, სასულიერო პირები ისინი მეგონენ, რა ქვია, ბოროტები და რა ვიცი მე, გამომყენებლები. Up until 2021, 2021 წლამდე. 18-ის რო ვიყავით, 18-ის მაგის მერე ამდენი ხანი აგნოსტიკი ვიყავი. ასე რომ არავის
არ გაგიკითხავთ, ვიც აგნოსტიკი ხართ და არ გჯერათ, ანუ გასაგებია. უბრალოდ ვიზახე რომ მეტი კითხვები უნდა დაისვას რა, ანუ მეტი რატო დასვი? თუ აგნოსტიკი ხარ და ბოლომდე უყურე, ძალიან გთხოვ. უბრალოდ მეტი რატო დასვი? ანუ რატო როგორ რა მექანიზმით? ანუ უბრალოდ მეტი კითხვები. რო არ დარჩე რაღაცა ზედაპირულ იმაში, რა ქვია, გაუგებრობაში. პასკალს დაუჯეროთ. Zoom in or zoom out? Please. აქვე დავამატებ, რომ ძალიან ბევრი აგნოსტიკი და ათეისტი, მათ შორის ეს ძალიან ცნობილი რიჩარდ დოკინსიც აღიარებს, რომ ის მომხრეა ქრისტიანული საზოგადოებისა და ის ფიქრობს, რომ ძალიან ხელსაყრელია საზოგადოებისთვის, რომ ქრისტიანობა იყოს ირგვლივ. და ის ერთი არ არის ამ აზრში, ძალიან ბევრი აგნოსტიკი და ათეისტი იგივეს იძახიან, რომ მე მინდა რომ ქრისტიანულ სამყაროში ვიცხოვრო. მე არ მჯერა ქრისტესი, არ მჯერა ქრისტიანობის, მაგრამ მე მომწონს ის როგორც სტრუქტურა. ძალიან მაინტერესებს რატო არ ვფიქრდებიან რატომ. ესეთ პასუხს ცემენ ხოლმე, რომ იმიტომ რომ ხალხს სჭირდება რამე რწმენა. თვითონ ასე ამპარტავნებს პედესტალზე დგებიან და იქიდან გადმოხედავენ ხალხს, რომ აი ხალხს სჭირდება რელიგია. მე არა, მე აღმატებული, მეც მქონია ეგეთი ამპარტავნული აზრი და მესმის სადაც არიან, მაგრამ ძალიან ცივა იქ. რომ აი ხალხს სჭირდება რელიგია, სუსტებს და უჭყუებს, თორემ მე ხლა ჭკვიანს და ძლიერს რა შემჭირდება რელიგია. Anyways, it's თუ უბრალოდ რელიგიური საზოგადოება უნდათ, მაშინ რატო არ უნდათ მუსულმანობა, რატო არ უნდათ ჰინდუიზმი, რატო არ უნდათ ბუდიზმი, როგორც თავარი ასე რელიგია რაღაცა, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, მაგრამ იმიტომ რომ ქრისტიანობა ნამდვილია და ანუ ნამდვილი შედეგი გამოაქვს. მიუხედავად ძალიან ბევრი არასწორი ქრისტიანისა, არასწორი მიდგომებისა, არასწორი საქციელებისა, როდესაც საზოგადოება არის mostly მეტწილად ქრისტიანული, იქ ანუ უფრო მეტი არის ნორმალური მორალი, მეტი არის ლოცვა, მართალი აგნოსტიკს შეიძლება არ ჯეროდეს, მაგრამ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და სიტყვაზე რავი, აი 20 ადამიანიდან ერთი რო ლოცულობდეს ნამდვილად, ანუ გულით რო ლოცულობდეს კარგად. ეგ უკვე ძალიან დიდი 20-ს შეიძლება გამოადგეს და ეგრე არის იგივე არის მთლიან საზოგადოებაში ეს სულიერი ასპექტით და ასევე ფიზიკური ასპექტებით მორალის შემთხვევაში. ანუ მორალურად წყობრში შედარებით, რა თქმა უნდა, შედარებითია ყველაფერი. შეძლების დაგვარად მორალურად წყობრში დგომი საზოგადოება არის კარგი საზოგადოება, რა თქმა უნდა, და მან ურჩევნია ყველას. Maybe we should ask more questions. ანუ უბრალოდ მეტი კითხვები დავსვათ. და ბოლოს ვიტყვით ჩემსას, ანუ აი ჩემთვის რა არის რელიგია, რა, აი რანაირად ვგრძნობ მე ხა რელიგიას და ანუ ადრე როგორ ვგრძნობდი. ჩემთვის რელიგია ეხლა ნიშნავს იმას, რომ მე ჩემ აზრებს არ დაუყვედა ჩემ იდეებს, აბა მე როგორ ვუყურებ ქრისტიანობას, მე როგორ ვუყურებ ქრისტე რას იფიქრებდა, მე როგორ ვუყურებ ის რა ქვია, მოციქულები რას იტყოდნენ და იმან ეს რო თქვა, მე როგორი ინტერპრეტაციით უყურებ. ეს რო გავაკეთო, აუცილებლად შევცდები და აუცილებლად ძალიან არასწორ გზაზე წავალ, ეს ვიცი. იმიტომ რომ ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ვარ ეგოისტი, იმიტომ რომ ვარ ამპარტავანი და აუცილებლად შემაცდენს ეს ჩემი ეგოიზმი და ამპარტავნება, ანუ არასწორი ეგოიზმი და ამპარტავნება. აუცილებლად შემაცდენს. ამიტომ არსებობს ასეთი წიგნი ბიბლია. მაქედან გამოსული რელიგია, არსებობენ მოძღვრები და არსებობს პრაქტიკა. რატო უნდა ჩავიგდოს თავი საფრთხეში სულიერად და რატო უნდა ვიფიქრო ჩემით რაღაცები, რომ აი მე ესე ვფიქრ, ჩემი აზრით ასე არის. რატო უნდა ვქნა ეგ, როცა არსებობს პრაქტიკა, რომელიც ძალიან ცალსახა არის, რომ წმინდანებს წარმოშობს, ანუ ეს პრაქტიკა არის ზუსტად რაც წმინდანებს წარმოშობს, რომელსაც ვიცნობთ და ბევრს გვიყვარს კიდევაც და ისეთებიც ვართ, ვინც იძახიან ხოლმე ხანდახან, რომ წმინდანების აი ვიღაცების ჯერათ, მოწონთ, უყვართ, მაგრამ აი დღეს ეხა ეკლესიაში აი რა ხდება და რაღაც, ანუ ამ ეკლესიიდან არის მიუხედავად იმისა, იმ დროს რა იყო, ამაზე უარი სიტუაციები იყო და იქაც წარმოქმნილა წმინდანები. შესაბამისად, პრაქტიკა არაფერ შუაში არ არის. ანუ თავად პრაქტიკა სწორია და ნამდვილია. და
ანუ აქედან გამოდიან წმინდანები. ნებისმიერ დროს. არის ეს გახრწნილი ბევრი მოძღვარი არსებობს შიგნით ამ ეკლესიაში თუ არა, მაგის მიუხედავად ეს ხდება, ხო? შესაბამისად პრაქტიკა აქ არაფერ შუაში არ არის. ეს არის სწორი პრაქტიკა, ანუ აქ უნდა მიიღდე. შენ თუ მით უმეტეს თუ იძახი რომ წმინდანები მოგწონს და მათ შენთვის ლოცვას თხოვ და ასე შემდეგ. და თუ არსებობს ვინმე აგნოსტიკი, ვინც ამ ვიდეოს მთლიანად უყურა, მინდა რომ რავი медаლი გადმოგცეთ, იმიტომ რომ მე თქვენ ადგილას ძველი ნათია, ამას ვერ იზავდა ალბათ. ასე რომ good job. That was amazing. I'm proud of you. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.